ესე იგი, ვისწავლეთ ის, რომ მზისგან დაცვა არის აუცილებელი, მაგრამ მაინც გავიგოთ, რატომ არის მაკა ასეთი აუცილებელი? იმიტომ რომ მაინც ისია, რომ ზოგი ამბობს, რომ როგორ D ვიტამინია და დღესაც უნდა მივეფიცხოთ და დავაბალანსოთ სწორად ეს ურთიერთობა. მოგესალმებით. დილამშვიდ. აუცილებელია რატომ? იმიტომ რომ მზის სხივებს შეუძლია ყოველდღიურად ჩვენი კანის დაზიანება და სამი მიმართულება რა მიმართულებითაც აზიანებს, რომელიც შეიძლება გამოვყოთ, ეს არის კანის კიბო, ფოტოდაბერება და ეს არის ესეთი კოლაგენის დაზიანება და ღრმა პიგმენტაციის წარმოქმნა კანზე, ანუ არასწორი პიგმენტაცია. ნუ კაი არც ერთი არ არის. არც ერთი არ არის. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველ დღე ხდება ეს, აი მზეზე გატარებული 15 წუთი მზის დამცავის გარშემო შემდეგ წარმოადგენს საათებს წლების განმავლობაში და ვიცით, რომ მზეს აქვს აკუმულაციური ეფექტი და როდესაც უკვე ჩდება კანზე დაზიანებები, არის ძალიან გვიან. ანუ აი ეს გამოჩენილი ღრმა პიგმენტაცია, ლაქა, ღრმა ნაოჭი, ეს არის უკვე მრავალი წლის დაგროვილი აკუმულაციური ეფექტი. სწორედ ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველდღიური დაცვა არის. სლებია ამისკენ ჩემ თავზე ვიზღვიე ყველაფერი და იყო დრო, როდესაც არ დამცავი არა ის და ნუ სხვადასხვა ის პირველი წელია მზეს რო ემალება ძალიან აქტიურად არჩილი. აი ესე. კი. ფინჯანი ყავაც მზეზეც კი აღარ ამბობს. დილით ვარ წარმოდგენილი, რადგანაც ხო თუ არ ვთვლი რა თქმა უნდა რომ დამცავი მისვია და ვარ მზად რომ მზის პირდაპირ სხივები მივიღოთ ან არ აქვს მნიშვნელობა დღის რა მონაკვეთია. დილასაც კი. ეს არის პირველი შემთხვევა, რადგანაც ხო ჩვენს მაყურებელს ვთქვი, ჩემ თავზე გამოვცადე ის რაიმე რა აი და ანუ რა შედეგი მიიღე? ლაკა? უცბად რომ მივხვდი რომ ხო პიგმენტური ლაქები წამოვიდა, მანდ მივხვდი რომ არ აბა ეხლა წავისვით. ძალიან კარგია რომ დაიწყეთ, იმიტომ ზოგს აქვს ხოლმე თქვა, არასდროს არ დამიცვიო და ნუ რა აზრი აქვს ხო და აი არა რატო? არა, იმ წამიდან, იმ დღიდან როგორც კი მიხვდები რომ ეს აუცილებელია, უნდა დაიწყო კი. გავიგეთ რომ ყველასთვის არის მნიშვნელოვანი მზისგან დაცვა, მაგრამ აი როგორ შეიძლება შევარჩიოთ? ხო, კანის ტიპს მოვარგოთ თუ როგორ ვიხართ? თან გონიათ რომ მე ვუყურებ როგორი კანის ტიპი აწერიოთ? სტრუქტურულად ვარჩევ რა ტიპის საცხი უფრო მესიამოვნება. შემადგენლობა და ანუ SPF-ი ხო და აი როგორი ისა აქვს ტექსტურა ხო კი თავარი რასაც უყურებთ პირველ რიგში, როდესაც ვარჩევთ, ეს არის 6 კანის ტიპი, ყველასთვის კარგად ცნობილი ფიცპატრიქსის მიხედვით. 6 ტიპი არის. 4 ვიცოდი, მაგრამ არა, 6-ია. აი პირველი, მეორე, მესამე არის ყველაზე ძალიან რო ჭირდება დაცვა დაწვისგან. დაწვას იწვევს UVB სხივები. ესე იგი პირველი ტიპი მაგალითად არასდროს არ ირუჯება, ყოველთვის იწვება, ეს არის წითური, ძალიან ესეთი ძალიან თეთრი კანი. მეორე თითქმის ყოველთვის იწვება, ცოტათი ირუჯება, მესამე ხან ირუჯება, ხან იწვება და ასე შემდეგ. პირველი, მეორე, მესამე არის, რომელსაც აუცილებლად ჭირდება UVB სხივები. აი მესამედან ზემოთ. რატო? იმიტომ რომ ამ კანს ჭირდება ყველაზე მეტად აი კანის კიბოსგან დაცვა. კანის კიბო. მაგრამ ერთი გამოცდილება უნდა მიიღო დაწვის რომ მიხვდე რომელი ტიპის კანი გააქვს. თუ აი როგორ შეიძლება არა, ძალიან ადვილად შეიძლება. პირველი, მეორე ტიპი როგორია? ღია ფერის თმა და ღია ფერის თვალი. უმე 95%-ში ასეა. მესამე ტიპიდან უკვე როგორც წესი თვალისფერი და თმა არის ხოლმე ყავისფერი, მოყავისფრო. შავი თმა მაქვს, მაგრამ ის როგორ ვიწვევი? ხო. მაგრამ ღია ფერის აი ცოტა ჭრელი თვალი არის აჩქო რა. ცოტა ღია ფერის თვალი არის და ვიწვევი აი ესე თითქოს ესე შავგროვანი, მაგრამ ზეზე ჩემი ქერა მეგობრები ბევრად კომფორტულად არიან, შოკოლადის ფერები. დამცავი და მე გოჭივით ვარ თონიდან ამოგდებული. ესე იგი ნაკლები პიგმენტი გაქვთ ეპიდერმისში და კარგად უნდა დაიცვათ თავისი კანი. ამ შემთხვევაში სწორედაც ვაქცევთ ყურადღებას SPF-ს, იმიტომ რომ SPF-ის ნიშანი პირდაპირ პროპორციულია რამდენი UVB სხივისგან დაგვიცავს, ანუ დამწრობისგან დაგვიცავს. აი შემდეგი სხივები, რაც არის UVA, რომელიც ფოტოდაბერებას იწვევს და კოლაგენის დაშლას კანში და დაბერებას. აი UVA-ს უკვე ვაქცევთ ყურადღებას, როდესაც აწერია ფართო სპექტრი ან blue light-ი. აი მესამიდან ზევით, ანუ ხილული სხივები, რაც დაზიანებას და ღრმა პიგმენტაციას აჩენს ჩვენ კანში უკვე. ამას ვაქცევთ ყურადღებას, რომ იყოს ფართო სპექტრი. მაგრამ მაინც დავიბენი. ეხლა ნინო უნდა დავიხმარო, აი მოვედი PSP-ში და აი საერთოდ არ უყურებ რა სხივებია. რაღაც არ მწოდნია მაინც კარგად. როგორ ავარჩიო და ეს პროდუქტები რაც წარმოგვიდგინეთ, რა ბრენდის პროდუქტები? კი ბატონო, გეტყვით, ძალიან მარტივად შეგვიძლია შევარჩიოთ, აი მაგალითად
წარმოებლებმა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დახვეწეს ფორმულები და სხვადასხვა კანის ტიპს მოარგეს. აი მე რას ხედავ მარტო 50 მორჩა აი ეს მინდა. აი ამ ხასაც რომ დავაკვირდეთ, აქეთ მწვანეს და აქეთ წითელს, მარტივად წავიკითხავთ, რომ ეს მზისგან დამცავი განკუთვნილია აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. ხოლო ეს მეორე, აი კაპილარები რომ აქვს ზედაპირული კუპეროზი, სიწითლე კანის, აი მისთვის და ძალიან მარტივად მიხვდებით, რომ თუ აკნე გაქვთ, მაგალითად ეს მზისგან დამცავი გამოვიყენოთ, თუ როზაცია, კუპეროზი, ეს სიწითლე, ასე შემდეგ ჰიპერგრძნობელობა, ეს და აი ესე დაუმატეს და გამოყვეს კანის ტიპების მიხედვით, აი ადრე იყო რაღაცა SPF-20, SPF-30 და მორჩა, ანუ ეს იყო უნივერსალური. ეხლა დაიწყეს ამის ეხლა ძალიან მარტივად შეგვიძლია თუ ცოტა დავაკვირდებით, ყველაფერი ძალიან ისე გამარტივებულად აწერია რა და როგორი ტიპის კანისთვის არის. მე ვარჩევ. ეს სხვა ბრენდია ხო უკვე? ეს არის ლირენის ბრენდი, რომელიც არის დერმო, აი მაგალითად ეს არის დერმო ბრენდი, რომელიც არის family ბრენდი მთელი ოჯახისთვის და სიცოცხლის პირველივე დღიდან ბავშვებშიც და მოზრდილებშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ბრენდი. გამოირჩევა ბუნებრივი ინგრედიენტებით და ალოეს შემადგენლობით, რომელიც ალოე განსაკუთრებით ამშვიდებს კანს და ატენიანებს და გარდა იმისა, რომ ეს მზისგან დამცავები იცავენ კანს, ბოლო პერიოდში მწარმოებლები ფორმულებში უმატებენ დამატენიანებელ ეთერზეთებს, რომ გარდა იმისა, რომ დაიცვან, გახადონ ასევე მიანიჭონ კანს კომფორტი, დაატენიანონ კანი და გახადონ ასევე მოვლის პროდუქტადაც ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მზისგან დამცავები, გარდა იმისა, რომ ზედმეტი რაღაცები რომ არ რამოდენიმე პროდუქტ ჩაგვინაცვლებენ, ანუ დაგვიცავენ და თან კანს დაგვიტენიანებენ და კომფორტის შეგრძნებას მიანიჭებენ მთელი დღის განმავლობაში. აი ეხლა მოვედი და ავიღე ეს პროდუქტი და მიჭირავს და ვკითხულობ რომ არის ნუ 50 SPF-ი აწერა UVA, UVB, HEV, IR. ამდენი თუ იყო სუადი. წითელი სხივებისგან ეს არისო დამცავი სახის საცხიო, ალოე ვერა, თიო და სუბუქი ფორმულაო, რაც მომეწონა ხამ სუბუქი და თან ნახე მაკარას მეუბნება რომ არაჩვეულებრივი ბაზა მაკიაჟისთვის. ეხლა ორივეს რეკომენდაცია მინდა. ანუ ეს ეხლა არის უბრალოდ ყოველდღიური გამოყენებისთვის თუ ეს ზღვის სანაპიროზეც გამომადგება, რახან ესეთი მითითება. კი ბატონო, ორივე შემთხვევაში გამოვიყენოთ, როგორც დღის დამატენიანებელი კრემი, მაქსიმალური დაცვით SPF 50 და ასევე მაკიაჟის ბაზად, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეიწოვება, კანზე არ დატოვებს იმ ბზინვარე ცხიმოვან ყვალს და შეგვიძლია ზევიდან მაკიაჟიც გავიკეთოთ. ზამთარ არა მარტო ზამთარ. აი ეხლა ნინომ ესე გითხრა, მაკარას გეუბნება უკვე ზღვის სანაპიროსთვის. აი იქ როგორ შევარჩიეთ? აი ესე გონიო სხვადასხვანაირი უნდა ავარჩიეთ, ჩემი უბრალოდ ლოგიკით და როგორ არის? ერთი საერთო რეკომენდაცია რომ ყოველდღე გჭირდება და ცო მინიმუმ 30 SPF-ით, 30 SPF-ით. როდესაც სანაპიროზე მივდივართ, იქ რას ვითვალისწინებთ კიდევ რომ უნდა იყოს წყლისადმი რეზისტენტული, წყლისადმი რეზისტენტული, წყლისადმი მდგრადი, რომ ძალიან ხშირად გავიმეორებ. გადასმა უნდა მოხდეს, კი, არის ხოლმე რადგანაც წყალში რო ჩადიხარ. თუ უბრალოდ აიბაზე ვეუჯებით მაკა. წყალი არ არის, აქ როგორი შევარჩიოთ? ნახე? კი, ანუ ყოველდღიური სეზონია, იმაზე გარუჭის სეზონი. აქ ანუ უკვე კანის ტიპს ვითვალისწინებთ, გვახსოვს რომ ბოლო ნაბიჯი არის კანის მოვლაში, ანუ დაბანის დატენიანების შემდეგ, თუმცა მაკიაჟის ქვეშ ბაზად არის სრულიად მიღებული, ზოგს ეშლება ხოლმე და იბნება რომ მაგალითად წავში ტონალური და ზემოდან კიდევ მზის დამცავი წავისვა, არა. ტონალურამდე, ბაზამდე, რა ქვია, კოსმეტიკურ მეიქაპამდე შეგვიძლია ბოლო ნაბიჯად დავიტანოთ მზის დამცავი კრემი. და განახლებაზეც რადგანაც ხშირ შემთხვევაში გაგვირბის ხოლმე დრო და ჩავთვლით რომ რადგანაც ხო, ჩავთვლით რომ შუა დღემდე პატრიქსი პირველი მეორე ტიპი 2 საათში ერთხელ განახლება ჭირდება, სანაპიროზე კიდევ უფრო ხშირად ჩავედით, დავსველდით, ამოვედით, გამშრალდით, წავისვით. და გარდა იმისიც უნდა გვახსოვდეს რომ სახის გარდა არსებობს კიდე ტუჩის დაცვა, თმის დაცვა და ასე. თუმცა გადავალთ, აი სხვა კანის ტიპის შემთხვევებში რა სიხშირით განვაახლოთ ეს დამცავი თუ არ ვართ სანაპიროზე და მესამეს ზემოთ არის 30 ძალიან საკმარისია, თუ მე-4 მე-5 ტიპი, ანუ ჩვენთან კი არ არიან ამდენ 30 რა არის? აი 30 SPF. და რამდენ საათში რეკაინია? 2 საათში ერთხელ აღარ ჭირდება განახლება თუ აქტიური, თუ არ ვართ სანაპიროზე. შეიძლება დილას და შეიძლება საღამოს თუ კიდევ ძალიან აქტიური მზია, კიდევ ერთხელ გადავისვათ. თუ სამჯერ მაქსიმუმ. ორჯერ გაჩნდა წყალთან რა შეხება გვაქვს, ასე გამოდის. თუ წყალზე, თუ ვართ სანაპიროზე, ყველა ვარიანტში 2 საათში ერთხელ აუცილებლად ჭირდება.
ყველას ყველას ჭირდება, იმიტომ რომ მესამედან ზემოთ უკვე მიდის კოლაგენის დაზიანება, დაბერება და ღრმა პიგმენტაცია. კანის კიბოს რისკი ძალიან დაბალია, იმიტომ რომ ბუნებრივი დაცვა აქვს, პიგმენტი აქვს, რომელიც UV-ის სხივებისგან იცავს, არ იწვება და კანის კიბოს რისკი ნაკლებია, მაგრამ კოლაგენის დაშლა, ღრმა ნაოჭები და აი მელაზმა ხო გინახავთ, არარეგულარული პიგმენტაცია ტუჩის ზემოთ, ლოყებზე, შუბლზე. ეს კიდევ უფრო მეტად ახასიათებს ღრმა ტონებს, აი მესამე ტიპიდან ზევით და მათაც უნდა დაიცვან ამიტომ. მე მინდა რომ ყველა პროდუქტი მოვახცოთ. ხო, ნინოს შენიშნე ხელში შენიშნე ტუჩსაცხი, რომელიც ასევე გვჭირდება რა, ტუჩიც უნდა ტუჩსაცმა დაცვა. როგორც აღნიშნე, ბრენდები ხვეწავენ ყოველწლიურად და ნუ რა თქმა უნდა ტუჩებზეც იზრუნეს და ეს არის SPF 50-ით ტუჩის დამატენიანებელი საცხი, რომელიც SPF-საც შეიცავს და იდეალურად დაიცავს. კი, ესეც არის ლირენის ბრენდი. ლირენი არის პოლონური დერმატოლოგიური ბრენდი. და ასევე ამ ხაზს აქვს ესეთი არაჩვეულებრივი SPF 100, აი ეს პრობლემები, რაც ჩამოთვალა მაგამ. ეს რა ხაზია ეს? ეს არის ფარმაცერისის დერმატოლოგიური ბრენდი, ეს პოლონური ბრენდია, რომელიც იდეალურად დაიცავს ყველა იმ პრობლემისგან, რაზეც ახლა ვისაუბრეთ და მათთვის აი SPF 100 დიახ უნიკალური პროდუქტია ტიპისთვის პირველი მეორე. კი, აი ვინც განსაკუთრებით ალერგიული რეაქციებისკენ არის მიდრეკილი, ჰიპერგრძნობელობა აქვს მზის სხივების მიმართ, აი მათთვის არის იდეალური, იმიტომ რომ 100%-ით დაიცავს, დაატენიანებს კანს და გახდება გარუჯვა და მზეზე ყოფნა უსაფრთხო ამ პროდუქტთან. და გარუჯვას მაინც შეძლებენ, ხო 100 გარუჯვას ნუ SPF 100-ით ალბათ ნაკლებად, მაგრამ ნუ დაიცავს მაქსიმალურად კარგად. კი, გააჩნია რა პრიორიტეტებია იმ მომენტში ადამიანის. არსებობს საშუალებები, ვისაც პრობლემა აქვს, აი ესეთი პირველი ტიპის კანი აქვს და ვერი რუჯება და იწვება და ავტორუჯები, კი ბატონო, რომელსაც ხედავ ახლა ჩვენთან. ჩვენი ბალერინა კაპუჩინა, ესეთი ძალიან საყვარელი, ის გარეშე შეგვიძლია გავირუჯოთ ამ პროდუქტთან ერთად. ანუ ხო, ისეც არ და ბავშვების საკითხიც გავიაროთ, ხო საბავშვო მიმართულება რა არის და რომელი ბრენდის აი მაგალითად მე გამოვარჩევდი ფარმაცერისის ხაზს, რომელიც ბავშვებში არის იდეალური, არის ჰიპოალერგიული და გარდა ამისა აი პირველი სიცოცხლის პირველივე დღიდან შეიძლება ამის გამოყენება და შეგვიძლია ოჯახის ყველა წევრმა გამოიყენოს, იმიტომ რომ არის როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის სქესის მიუხედავად შეგვიძლია შევარჩიოთ ესეთი ერთი უნივერსალური პროდუქტი და დავიცვათ მთელი ოჯახი. კონსისტენცია. აი ზეთოვანზე სულ მაქვს ხოლმე ეს კითხვები, რა, ნუ თითქოს ანუ ზეთოვან დამატენიანებლებზე არის საუბარი, რომ კანს თავიდან კი ატენებს, მაგრამ მე აშრობს და ამასობაში კიდე გამოდის ზეთოვანი მზის დამცავი იქნება თუ დამატენიერებელი თუ და ზეთოვანი პროდუქტები ნამდვილად ძალიან პოპულარობით სარგებლობს, იმიტომ რომ ანუ გარდა იმისა, რომ იცავს, ძალიან კარგად ატენიანებს კანს და არა ეს პროდუქტები კონკრეტულად მეც გამომიყენებია და არანაირად არ აშრობს, პირიქით ძალიან კარგად ატენიანებს, 4 ზეთის კომბინაცია შეიცავს, ჟოჟობას, ალოე-ვერას, ნუშის ზეთებს შეიცავს და ეს ინგრედიენტები ნამდვილად კარგად ატენიანებენ კანს და ანიჭებენ ბზინვარებას და ელასტიურობას. ნამდვილად ტანზე მეც მიყვარს ზეთოვანი და სახეზე. ნუ იცი რა, ქალბატონებს სხვანაირად გიხდებათ კიდე ხა. მე ვცდილობ ხოლმე რომ უფრო მშრალი. აი ქალბატონს რო უბზინავს ცოტა კანი ლამაზია და ვისაც თმა გვაქვს კიდე მე რომელიც გიკავია ხელში მარჯვნივ, აი ეს ლირენის, ეს არის dry gel, ანუ მშრალი ზეთი, რომელიც კი ნაკლებად იბზინებს კანზე და თან კარგად დაატენიანებს და გარუჯვაშიც და მასთან ერთად ეს დამცავი და რაღაცა მე ისეთ ფაფაკეტი კეთდება ხოლმე. ეს ბრენდი გამოგჩა ზიაია, ხო? რომელიც არჩევანზეც არ არის. ზია 100%-ია. ეს არის კაკაოს ზეთი, სუფთა კაკაოს კარაქზე დამზადებული, რომელიც გვეხმარება, რომ ინტენსიურად გავიურუჯოთ. ეხლა მზის გადაცვაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ვისაც სურს ინტენსიურად გარუჯვა, ეს არის ზიაიას პროდუქტებიდან გამორჩეული ზაფხულის პერიოდში, იმიტომ რომ ვისაც ინტენსიური გარუჯვა უნდა, აი ამ პროდუქტს ძალიან აქტიურად იყენებს და არის მართლა ძალიან სწრაფად რუჯავს და ატენიანებს კანს. ძალიან კარგი და აუცილებლად არ უნდა გვაუწყდეს მზის აბაზანების შემდგომი, რა ქვია მას, დამატენიანებელი, დამამშვიდებელი, რომელიც აი აქვე გვაქვს. მიწოდებული აფთვესანი. კი ბატონო. ამ შემთხვევაში ალოე გვაქვს. ეს არის ალოეს წამოვიღა ეს პროდუქტი. გამოვარჩიედი ახ სხვა ბრენდებისგან, იმიტომ რომ ეს არის ეკვილიბრა, იტალიური ბრენდი, ეს არის სიახლე და სპეციალურად ამ მზის სერიასთან ერთად წამოვიღა ეს პროდუქტი, იმიტომ რომ შეიცავს 98% სუფთა ალოეს წვენს.
და სხვადასხვა პრობლემების დროს, აი ჩანთაში უნდა გვეგდოს მთელი ზაფხული, რაც გაპარსვის შემდეგ კანი გაღიზიან და რაღაცა დავიწვით, გამოგვიჭრა კანი. აი მომენტალურად წასმისთანავე ეგრევე ვგრძნობთ ძალიან კარგ დამამშვიდებელ ეფექტს პირველივე გამოყენების შემდეგ. არჩევანი დიდია, მთავარია ვიცოდეთ რა ტიპის კანი გვაქვს და როგორ ვემსახუროთ ჩვენს. ნამდვილად, PSP-ში 500-ზე მეტი დასახელების მზის პროდუქტია წარმოდგენილი. და შეგვიძლია გვერდის არჩევად. ეხლა ვცდილობთ რომ ცოტა უფრო ეს არის ძალიან მცირე ნაწილი. პროდუქტებზე მეცადინეობთ და აი მაინც ყველა ხული რაღაც ახალი. რა თქმა უნდა და შეუულებაც წინ არის ყველასთვის. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის.